ეხლა პირველი ვის შეეხება ყველაზე მეტად ამ ლილიტის გადასვლამ. მშვილდოსანში რა თქმა უნდა მშვილდოსნებს. მშვილდოსნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის უახლოესი 9 თვე იმ კუთხით, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ეგოს პრობლემებთან, ან ეგოს გადიდებასთან, ან თვითრწმენასთან, ან მიზნებთან. ზოგადად ახლა იუპიტერი და მშვილდოსანი არის ძალიან მხიარული, დიდსულოვანი, გახსნილი სულ ურთიერთობებისთვის, ხო? აი მათში დევს სიცოცხლის რაღაც უფრო სხვანაირი სიყვარული, ხო, რაღაც დიდი, დიდსულოვანი რაღაცნაირად, ხო? და აი შავმა მთვარემ შეიძლება ეს ან კიდევ უფრო გაადიდოს და ცოტა არასწორ რისკებში გადაიყვანოს, არასწორ თვით შეფასებაში, იმიტომ რომ მათ პირველ სახლში ხდება ეს ლილიტის გადასვლა. პირველი სახლი ეს არის ჩვენი პირადი ინიციატივები, ეს არის ჩვენი პირადი შესაძლებლობები და ლილიტმა შეიძლება აქ ილუზია შექმნას. ილუზია შექმნას, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვეძლია, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ზედმეტი სითამამე შეიძლება გამოვლინდეს, ან პირიქით კომპლექსები სერიოზული რო ჯობია. არ გამოვხატო თავი, შეიძლება იყოს თვითკრიტიკა საკმაოდ ძლიერი მაგალითად და ნაბიჯის გადადგმის შიში, რომ ეხლა ჩემს რეპუტაციას რამე არ დაემუქროს აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ პირველი სახლი არის ჩვენი იმიჯი, ჩვენი სხეული, ზოგ შეიძლება გარეგნობის შეცვლა მოუნდეს, ან ზოგ შეიძლება ოღონდ ეს ცოტა დამოვერიდოთ ამ დროს ისეთ რაღაცებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით მშვილდოსანი თუ აპირებს ახლა პლასტიკურ ოპერაციას, ან ვისაც პირად რუკაში ასციდენტი მშვილდოსანში ყავთ მაგალითად, მათაც ეხება ეს და პირველ სახლს გაგიდით შავი მთვარე, განსაკუთრებით ქირურგია მაგალითად ან იმიჯის მკვეთრი ცვლილება შეიძლება რომელიცაც მე ვეღარ გამოვასწორებთ. ეხლა მოკერზე არა მაკლაპარაკი ანთმების შეღებაზე. აი მათ ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენი ლილიტი ზოგადად ჩვენი იმიჯის ჭრtildeოვან მხარეს გააქტიურებს. ანუ ჩვენი იმიჯი შეიძლება რაღაც ძალიან ჯერ თავიდან ფეიერვერკით წავიდეს და მე ძალიან აქტიურად ჩამოემხოს, ხო? გამოაშკარავდეს რაღაცეები. ისეთი რაც არ უნდა გამოჩენილიყო მაგალითად.